ქართველ ფერმერს 1 ჰექტარზე მოყავს 12 ტონა კარტოფილი და 1 ჰექტარზე ჰოლანდიელს მოყავს 70. ქალაქელი ბიჭი ჩამოდის იქ და ასწავლის უკეთესად როგორ მოიყვანოს მოსავალი. მამაჩემი ამას ესე აკეთებდა, იმის მამა ესე აკეთებდა. ნუში იყო მოდური ბიზნესი. ჩავარჭობ მე ამ დღეს 6 წლის მერე გულს მოიხსნა. დაახლოებით 3 შეხვედრაში უკვე აქეთ გარეგებდნენ ჭუა. ყავს ქართლიდან და გურიიდან მეღვინე, რომელსაც ფრანგი აგრონომი უწევს კონსულტაცია. შეიძლება რადიკალურად განსხვავდება ხოლმე მეზობლების ბაღებით. ალბათ ყველა ფერმერის სახელით მადლობა. მოგესალმებით, გამარჯობა. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი იქნება ჩემი მეგობარი და მიხარია რომ გვექნება ირაკლისთან ლაპარაკი ისეთ თემებზე, რომელიც თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული ქვეყანა უნდა იყოს და დღეს ეკონომიკაში არც თუ ისე დიდი წვლილი აქვს სოფლის მეურნეობას, რასაც ირაკლი აკეთებს და რასაც ირაკლის გუნდი აკეთებს სოფლის მეურნეობის ეკონომიკაში წილის გასაზრდელად, ალბათ შეუფასებელია. დეტალებზე მთელი გადაცემის განმავლობაში ვილაპარაკებთ და ალბათ დრო უკვე გადავიდეთ ირაკლისთან. გამარჯობა. მადლობა ძალიან დიდი წარდგენისთვის. პირიქით, მადლობა დროის გამონახვისთვის და მოსვლისთვის, იმიტომ რომ რითაც დავიწყე, შენ რამდენი წელია შრომობ და მუშაობ იმისთვის, რომ სოფლის მეურნეობაში შეიტანო ტექნოლოგიები იმ დონეზე, რომ თუნდაც ის რომ გლეხი ფერმერი, რომელიც ამბობს, რომ სოფლის მეურნეობა დღემდე ჯერ კიდე არის ჰობის დონეზე, წამოვიდეს და გახდეს ისეთივე ბიზნესი, როგორც, არ ვიცი, შეიძლება იყოს წარმოება, ან მაღალტექნოლოგიური პროდუქციის წარმოება, ან სერვისის მიწოდება. მე ვერ ვანსხვავებ, იმიტომ რომ ფერმერობა ზუსტად ისეთივე ბიზნესია, როგორც თუნდაც ნებისმიერი სხვა. მოდი, დავიწყოთ სულ თავიდან. როგორ მოხვდი სოფლის მეურნეობაში და როგორ აღმოაჩინე თუ რა პრობლემებია იქ და რატო გადაწყვიტე შენი ცოდნის და კომპეტენციის მერე იქ შეტყე. მადლობა, კიდევ ერთხელ მადლობა მოწვევისთვის. ძალიან მიხარია რომ შენთან მომიწევს ამ თემებზე საუბარი, რომელსაც პრინციპში ბოლოდ 15 წელია დაკავებული ვარ. დაკავებული ვარ, თუმცა როცა ეს ყველაფერი დაიწყო, მაშინ ძალიან ცოდნა მქონდა სოფლის მეურნეობაზე და სიმართლე გითხრათ შეიძლება ამბობ ხოლმე რომ ძალიან მოსაწყენი სფერო მეგონა. თუმცა მარტო შენ არა ძირითადად ესე ეგონათ. თუმცა დაწყებიდან მალევე მივხვდი რომ დრაივი ეგრეთ წოდებული ძალიან დიდი იყო. ამას ვამბობ 2013-2014 წელი არის, ჯერ კიდევ არ არის სოფლის მეურნეობა მათ შორის ჩვენ ქვეყანაში ესეთი ფართოდ საინტერესო მიმართულება. მაგალითად ჩემი მშობლები ვერ გებულობდნენ რატო გადავწყვიტე რომ წავიდე სფეროში, რომელიც არც პრიორიტეტული იყო, არც საინტერესო იყო, არც პერსპექტიული. თუმცა ის მომენტიც, რომ კვირის განმავლობაში 3-4 სამუშაო დღის გატარება მიწევდა ნაკვეთებში, მიწებზე, უკვე ველზე ეს იმდენად დიდი სიამოვნება იყო, რომ ნელ-ნელა ესე შემოვრჩი სექტორს. შემოვრჩი, თუმცა ამ ცოდნის გაღრმავებამ რაც დიდი სურათის დანახვის შესაძლებლობა მომცა. ეს დიდი სურათი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საქართველოს როგორც გლობალურ მოთამაშე, ხო, სოფლის მეურნეობის სფეროში. საინტერესო იყო ჩემთვის ისიც, რომ თვითონ სახელი გეორგია ერთ-ერთი გადმოცემის მიხედვით ბერძნებმა შეგვარქვეს, ხო, ზუსტად იმიტომ, რომ მიწათმოქმედი ქვეყანა ვიყავით. და რადგან ბერძნები გავაკვირვეთ თავის დროზე მიწათმოქმედებით, რაღაცა ეს გენეტიკური ამბავი ნამდვილად გვაქვს. საქართველოში ჩადებული არის, მით უმეტეს თუ ამას ვაზით გავაგრძელებთ, ვაზის ისტორიით, რა თქმა უნდა, რაღაცა არის, რაც რითიც საქართველოსთვის სოფლის მეურნეობა ცოტა უფრო მეტი არის, ვიდრე უბრალოდ ფერმერული მეურნეობა. მე რაც უფრო მეც გებულობდი ქვეყნის შიგნით არსებულ სიტუაციაზე ქვეყნის გარეთ, სიმართლე გითხრათ, ეს გაბრაზების ემოცია იყო, იმიტომ რომ ის რაც სტანდარტი მეგონა რომ პირობითად ქართულ ფერმერს უნდა მოყავდეს, არ ვიცი, 1 ტონა, რო აღმოაჩინე რომ უცხოელ ფერმერს ჰოლანდიელს შეიძლება იგივე ფართობზე 8 ტონა და მეტი მოყავს. რა თქმა უნდა, აქ უკვე ესე ჟინიც ჩაგვერთო მთლიანად გუნდს, რომ რა შეიძლება, სად არის პრობლემა, რატო უნდა იყოს ქართველი ფერმერი ნაკლებ პროდუქტიული, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ არ ვუჩივით კლიმატს, დიდ სურათში არ ვუჩივით წყალს, არ ვიცი, აქტიურ ტემპერატურათა ჯამიც, რადიაციაც, მაგრამ ყველა წინაპირობა იმისთვის, რომ
ძალიან კარგად ვაწარმოებდეთ, მაგრამ რეალობა სხვა იყო. და ზუსტად ამ გაბრაზებამ და ამ ჟინმა ჟინად იქცა ეს Agro Solution ჯგუფი, ეს იყო საკონსულტაციო და მენეჯმენტ ჯგუფი, რომელიც დამკვეთისთვის ვახორციელებდით სხვადასხვა აგრო პროექტებს. ჩვენი მიზანი იყო, სწორება იყო, რომ ჩვენთან მოსულ მომხმარებელს უნდა მიიღო იგივე ტიპის ბაღი, იგივე ხარისხის მეურნეობა, რასაც მიიღებდა, რომელიც იყო ესპანეთში, ან ჰოლანდიაში, ან ამერიკაში. და ამიტომ ბევრ პროექტს ვერ ვმსახურებოდით, თუ ვმსახურებოდით ცოტას, მაგრამ ძალიან ხარისხიანად. და პრინციპში ზოგიერთ ჩვენი პროექტის დაწყებიდან უკვე მე-10 წელი არის გასული და ვამაყობთ, როცა ამ პროექტებს უყურებთ, იმიტომ რომ რა მოტივიც ჰქონდა და რა მიზნებიც რომ ეს ფერმერი უნდა ყოფილიყო ბიზნესურად წარმატებული, ჩვენ პროექტებს რო უყურებთ, ზუსტად ესე არის. გვახარებს ის ფაქტიც, რომ თვითონაც ესე უყურებენ ამ ყველაფერს და ხედავენ, იმიტომ რომ ხშირად რადიკალურად განსხვავდება ხოლმე მეზობლების ბაღებიც კი. ერთ და იგივე კულტურა, ხშირად ერთ და იგივე ენერგი, ირიგაციის სისტემა, მაგრამ რა თქმა უნდა დაგეგმა სწორი მართვა იძლევა იმ რადიკალურ შედეგებს, რითაც ჩვენი კლიენტები არიან ძალიან კმაყოფილები და რა თქმა უნდა დამატებითი мотиваცია. ირაკლი, საკონსულტაციო საქმიანობით დაიწყე თავიდან ამ სფეროში შესვლა. სოფლის მეურნეობა და კონსულტაცია ყველაზე რთული ორი კომპონენტია, იმიტომ რომ სოფლის მეურნეობას შედეგიანობა და ის რაზეც კონსულტაციაზე უკვეთავ და ახლობით 5 წლიდან 10 წლამდე გააჩნია კულტურას. რამდენად იყო გამოწვევა, რომ ჯერთი ქვეყანაში, სადაც ინფორმაცია სტატისტიკური სოფლის მეურნეობაში სამწუხაროდ არ გვქონდა, განსაკუთრებით მაშინ, რაც შენ დაიწყე, რამდენად იყო ეს გამოწვევა? როგორ გიწევდა კლიენტებთან ინფორმაციის მიტანა ის, რომ ის შედეგები, რის კონსულტირებასაც შენახორციელებდი, 10 წლის მერე, რომელთაც დღეს რა თქმა უნდა ამაყობ, მაგრამ დასაწყისში ძალიან რთული იქნებოდა და ამაზე მინდა რომ ილაპარაკო და მესამე ადგილობრივ ფერმერებთან, როცა ქალაქელი ბიჭი ჩამოდის იქ და ფერმერში, სოფლის მეურნეობაში წლებით ჩართულ პირს ასწავლის უკეთესად როგორ მოიყვანოს მოსავალი. აი ამ სამ გამოწვევაზე რომ მითხრა რა ხდებოდა. ძალიან დეტალურად და კარგად ახსენი გამოწვევა. პირველი, როდესაც საკონსულტაციო კომპანია ხარ, თავი რაც არ გვავიწყდებოდა არის ის, რომ ჩვენ ვყიდით ცოდნას. ჩვენ უნდა გაგვეყიდა სწორი ცოდნა, სხვა შემთხვევაში, უკვე ეფექტი ექნებოდა იმ პროცესს, რასაც გადიოდა ჩვენთან ერთად მომხმარებელი. იმისთვის, რომ ჩვენ ცოდნა გაგვეყიდა, ჩვენ უნდა ყოფილიყავით დარწმუნებული, რომ ეს ცოდნა, რომელსაც აგრონომი გვაძლევს, რომელსაც არ ვიცი, სხვა სტეიქჰოლდერი გვაძლევს, სწორია. სამწუხარო რეალობა აღმოჩნდა ის, რომ თითქმის შეუძლებელი იყო ამ ცოდნაზე დაყრდნობა. ამას თავისი სუბიექტური და ობიექტური მიზეზებიც ჰქონდა. ობიექტური იყო ის, რომ მაგალითად 10 წლის წინ ნუში საქართველოში არ არსებობდა, შესაბამისად ძალიან რთული ან შეუძლებელი იყო გვეპოვნა ნუშის კონსულტანტი, ვინც თანამედროვე ცოდნას მოიტანდა და ისე ბევრ კულტურაზე. ამიტომ ერთი რაც თავიდანვე სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, რაც ძალიან სწორი გადაწყვეტილება აღმოჩნდა, იყო ის, რომ ჩვენ ცოდნის იმპორტი დავიწყეთ. ანუ ჩვენ დავიწყეთ არა იმ ცოდნაზე დაყრდნობა, რომელიც ქვეყანაში ან რეგიონში იყო, არამედ შევხედეთ იმ ქვეყნებს, სადაც ეს ცოდნა უკვე დროში გამოცდილი იყო და თანამედროვე და ცოდნის იმპორტი ჩვენ შემთხვევაში ნიშნავდა, რომ ფიზიკურად ჩამოყავდა ეს ხალხი საქართველოში, ანუ აგრონომები წელიწადში დაახლოებით თითო აგრონომი 3-დან 5 ვიზიტს ახორციელებდა და მე დაგვყავდა ეს სხვადასხვა ბაღებში. რამაც იდეაში ხელი შეუწყო, რომ ის ცოდნა საქართველოში შეიქმნა და დარჩა. ცალსახად, იმიტომ რომ კარგი პრეცედენტები ქმნის მერე უკვე კარგ მაგალითს მისაბაძ და ამის მაგალითებიც გვაქვს. ესე იგი, პირველ გამოწვევა, რაც ცოდნის დეფიციტი იყო, ამითი დავიწყეთ გამკლავება. რა თქმა უნდა, ჩვენთან მოსულან ადამიანები, რომელთაც არ მოსწონებიათ ის, რომ ჩვენ თავაზობდით თანამედროვე ცოდნას, მან რა თქმა უნდა ფასის ფაქტორიც იყო. წასულან და მე ან 2 წლის მერე დაბრუნებულან, ან მე რო შეხვედრიან, უთქვამთ, რომ იცი რა, ოდესღაც ჯობდა რომ რაღაცა ცოტა სხვანაირად მიმეღო გადაწყვეტილებები. ასე რომ, რაც შეეხება ფერმერის, უშუალოდ ფერმერის ქცევას,
ერთ საინტერესო ფაქტი, რაც აღმოაჩინე, რამაც ახსნა ძალიან ბევრი რამე ჩემთვის იყო ის, რომ როდესაც ერთ-ერთ იტალიელ აგრონომს ვესაუბრებოდი, მან მითხრა, რომ იტალიაში ძალიან ძნელია ფერმერს რამე ასწავლო, იმიტომ რომ გეტყვის, რომ მამაჩემი ამას ესე აკეთებდა, იმის მამა ესე აკეთებდა და მე ეს ამას იტალიურად ამბობს. ხო, ამას იტალიურად ამბობს და ეს სიტუაცია რომ განმეორდება, რომ აღმოჩნდა, რომ ყველა ქვეყანაში ფერმერს ურჩევნია ის გზა, რომელიც წინაპარმა გაიარა, უკვე მან მივხვდით, რომ ცოტა უნივერსალურ პრობლემასთან გვაქვს საუბარი, ამიტომ მაგას ალბათ დრო, ისევ თაობათაცვლა, ისევ ტექნოლოგიების შემოტანა თუ უშველის, თორე ეს ინდივიდუალური ინიციატივებით მაგის შესვლა ძალიან რთულია. თუმცა დიდ სურათზე რასაც ვამჩნევ დღევანდელსა და პირობითად 2015 წელს შორის 10 წლის დიაპაზონი რო ავიღოთ, უკვე ვიცით ჩვენ როგორც ქვეყანამ რომ ბევრი რამე არ ვიცით. ამიტომ ხედავთ ძალიან ხშირად უკვე სხვადასხვა ფერმერებს, სხვადასხვა ბაღებს, რომლებიც ცოდნას ყიდულობენ. ცოდნას ყიდულობენ იმ ქვეყნებიდან, სადაც ეს ცოდნა ძალიან წარმატებულია და ეს უკვე ძალიან კარგი სიგნალია. როდესაც შენ ხარ პოზაში, რომ შეუძლებელია ვინმე რამე გასწავლოს, ბუნებრივია, მან პროგრესი ნაკლები იქნება. მაგრამ როგორც კი ამჩნევ რომ რაღაც არ იცი და იწყებ ამ ცოდნის მათ შორის მიმღებლობაც გაქვს. ხო. შესაბამისად შედეგებიც აი ხშირად ვაკვირდებით ხოლმე ბაზარს, იმიტომ რომ უკვე გავიდა 10 წელი, რაც სახელმწიფომ სტიმულირება დაიწყო სოფლის მეურნეობის სხვადასხვა პროექტით და ძალიან 5000 ახალი სახეობა გაშენდა მაგალითად ნუში, რომელიც არ არსებობდა დღეს 5000 გვაქვს, ასევე დაახლოებით მაგდენია კაკალი, ნიგოზი და უკვე შეიძლება კონტრასტის დანახვა. უკვე შეგვიძლია ვნახოთ რა შეცდომები დაუშვით, როგორც ირმა და რაც თავი ამას ფერმერებიც ხედავენ და ხედავენ სად იყო დაზოგვა სწორი, სად იყო რესურსების და ცოდნის მობილიზება უფრო სწორი და ასე შემდეგ. ასე რომ კურსი საბოლოო ჯამში მაინც მოდი ჩვენი მაყურებლისთვისაც და მსმენელისთვისაც, ვინც თქვა პოდკასტების არხებზე გვისმენს, იმისთვისაც მამოტივირებელი რო იყოს. 10 წლიანი გამოცდილება გაქვს სოფლის მეურნეობის როგორც ბიზნესის კონსულტირებისთვის. შენი აზრით, გარდა სახელმწიფოს მიერ სტიმულირებული მიმართულებებისა, თუ არის შენი აზრით რაღაც ის მიმართულება, რომელიც ჯერჯერობით ჯერ კიდე თავისუფალია, იმიტომ რომ მე მახსოვს 7 წლის წინ დაახლოებით ნუში იყო მოდური ბიზნესი. თან სოფლის მეურნეობაში იცი შენ კარგად, როგორც ერთი მომიჯნავე თუ კი ახალ კულტურას აშენებს, ეგრევე მომიჯნავეები ცდილობენ, რომ იგივე გაატარონ იგივე ცვლილებები. დღეს თუ არის რაღაც ისეთი ნიშური, რომელსაც შენ როგორც ინდუსტრიის ექსპერტი 10 წელი არის უკვე საშუალება რომ ექსპერტის ცოდნა გქონდეს, თუ არის რაღაც ესეთი მიმართულებები სოფლის მეურნეობაში, რომელიც ჯერჯერობით ათვისებული არაა, თუმცა პოტენციალი აქვს. სანამ ეპიზოდი დასრულდება, ჩვენი პარტნიორის შესახებ გიამბობთ. Bitox ახალი პარტნიორი ყავს IBCCS Tax საქართველო. საერთაშორისო საგადასახადო საბუღალტრო და იურიდიული საკონსულტაციო კომპანია, რომელიც ჩვენც გვიწევს მომსახურებას. თუ ფიქრობთ, რომ გჭირდებათ მაღალი ხარისხის იურიდიული, საბუღალტრო ან საგადასახადო სერვისები, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ და მიიღოთ მათგან ევროპული ხარისხის სერვისი. ახლა კი დაუბრუნდეთ ეპიზოდს. ჩემი აზრით, სოფლის მეურნეობა ძალიან ბევრი მიმართულება არის პერსპექტიული. ვერ ვიტყვით, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად გაჯერებულია ბაზარი, დღეს რაღაცა კულტურას მოიყვან და არა მომგებიანი იქნება კულტურიდან გამომდინარე, მიმართულებიდან გამომდინარე რომელიმე ინვესტიცია. ეგრე ჩვენ არ ვუყურებთ, ერთი რაც გვასწავლა ამ დაკვირვებამ, ამ დრომ, ამ გამოცდილებამ არის ის, რომ სწორად დაგეგმარების შემთხვევაში და ეს სწორად დაგეგმარება არის უკვე გაყიდვიდან უკვე ინჟინერია. არ აქვს მნიშვნელობა რომელ კულტურას აირჩევ, მათ შორის ქაწითელიც კი რომელიც ჭარბად გვაქვს, ამ შემთხვევაშიც კი შესაძლებელი არის რომ ბიზნესი გახადო მომგებიანი. რა თქმა უნდა არ ჩავმოვდები რა დონის შრომა ჭირდება ამ ყველაფერს. თუმცა ის რომ მაგალითისთვის ის რომ კულტურები, ბევრი კულტურა გვაქვს დღეს, რომელიც არ ქონდა 10 წლის წინ კომერციულად, რა თქმა უნდა, ამან ახალი ინიციატივები გააჩინა. ვიღაცას მოყავს, ვიღაცამ უნდა გადაამუშავოს, ვიღაცამ უნდა გაიტანოს, ვიღაცამ უფრო შორს უნდა გაიტანოს, ან ვიღაცამ უფრო ძვირად უნდა გაიტანოს. ასევე
შესაძლებლობები ბუნებრივია იქ არის, სადაც პრობლემები გვაქვს. პრობლემა გვაქვს იქ, რომ ვერ ვინახავთ ჯერ კიდევ ხილს და ბოსტნეულს. შესაბამისად რაღაცეები, როდესაც სეზონი არის ჭარბად გვაქვს, ფასი დაბალია, მაგრამ მერე უკვე იმპორტზე ვხდებით დამოკიდებული. ასე რომ რაც მასწავლა არის ის, რომ სწორი ხედვით, სწორი დაგეგმარებით ნებისმიერი სოფლის მეურნეობა შეიძლება იყოს საინტერესო. ერთი ასევე დაკვირვება, რომელიც მე მახსოვს დამოკიდებულება როგორ იყო ხოლმე ჩვენთან რომ მოდიოდნენ ხოლმე კონსულტაციის მისაღებად, რომ ესე ჩავრგავ, მიუშვებ და რაცა 6 წლის მერე დაიწყებს. თავისით? ხო, მე თავისით და 6 წლის მერე დაიწყებს ფულის შემოტანას და თან გრანტს მაძლევენ და რატომ არა. ეგ მიდგომა შეიცვალა, რაც ბუნებრივია და ძალიან კარგია, იმიტომ რომ ამ პერიოდში საქართველოს პატარა ქვეყანა არის, ყველა იცის ვიღაცის მეგობარი ვინც გააშენა და როცა ურეკავ იმ ადამიანს და ეკითხები რომ აბა შეიძლება ვერ გიპასუხოს, იმიტომ რომ სხვა აქვს. ხო, ან თუ გიპასუხებს და ცალია, ნიშნავს იმას რომ მისი ბაღი ისეთი ვერ არის როგორც არის. ასე რომ ესე ტალღური ეფექტი ქონდა საქართველოს სოფლის მეურნეობის პოპულარიზაციას. ჯერ გრანტებმა ძალიან ბევრი ადამიანი მიიზიდა, მათ შორის ბევრი ისეთი მიდგომით რომ ჩავარჭობ მე ამ ხეს 6 წლის მერე $1 ფულს მოისხამს. ესეც გავიარეთ. ეხლა უკვე ნელ-ნელა ბაზარზე რჩებიან ის ადამიანები და შემოდიან ის ადამიანები, ვისაც გააზრებული აქვთ, რასთან აქვთ საქმე, რომ ყველაფერი არც ვარდისფერია, როგორც ხშირად წარმოუდგენიათ ხოლმე და აი ვარდისფერსაც შეეხება ჩვენ არა მხოლოდ იმ კლიენტებით ვამაყობთ, ვისაც ძალიან წარმატებული ბაღები აქვს დღეს. არამედ იმ კლიენტებითაც, იმ პროექტებითაც ვამაყობთ, რომელიც საერთოდ არ განხორციელდა. იმიტომ რომ ერთ-ერთ ჩვენ საქმიანობად რასაც ვთვლიდით ხოლმე, იყო რომ შეგვეშინებინა ეს ხალხი. და გქონია ეგეთ შემთხვევები და მე მადლობები ვთქვამთ ძალიან ბევრი და ამითიც ძალიან ვამაყობთ ხოლმე, იმიტომ რომ როდესაც ადამიანი მოდის და რაღაცები ვარდისფრად წარმოუდგენია და ან ჩვენთვის ეს იყო რაღაცა კლასიკური კლიენტი, საიდან შეიძლება და რაღაცას შემოსავლის შევნა. მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი იყო, რომ ის წარმატებული ყოფილიყო და როცა ვაშინებდით, ვეუბნებით, რომ მუშახელს ვერ იშოვი, ვეუბნებით, რომ არ ვიცი, გაყიდვა ეგეთი ადვილი არ არის, ვეუბნებით, რომ მე-5 წელს შეიძლება რაღაც ნულოვანი იყოს. და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ეს მათ გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარებოდათ. ვინც არ უშინდებოდა და რჩებოდა მათთან კარგად მიდიოდა ყველაფერი, ხოლო ვინც იაზრებდა, რომ იცი რა, ეგრე მარტივადაც არ არის საქმე. ისინი უკვე ისინიც ბედნიერები არიან დღეს. ხო, იმიტომ რომ სწორ რაღაცას ამბობ და ძალიან მნიშვნელოვან რაღაცას, იმიტომ რომ არა აქვს მნიშვნელობა ეს კონსულტაცია თუ მომსახურება იქნება სოფლის მეურნეობაში თუ იქნება გაცილებით თუნდაც სხვა მიმართულებით. თუ კი შენი ორიენტირი არის მომსახურების მაღალი ხარისხი და ის რომ კლიენტი საბოლოოდ უნდა დარჩეს ბედნიერი და ეს არის ამომავალი წერტილი, ეს ნიშნავს რომ ხანდახან სიმართლე არასდროს უნდა ეცადო რომ სიმართლე ყოველთვის სწორი იყოს და ამ სიმართლეს ყინეული იქნება თუ დათვლადი და რისკად და ვალუტაში გამოყვანილი რისკად შეფასებული, ეს უკვე კლიენტმა უნდა გადაწყვიტოს. ეს არის ალბათ შედეგი იმის, რომ 10 წლის თავზე გაქვს შენ ერთი გამოცდილება და კომპეტენცია და წარმატებული კლიენტებიც. მოდი კლიენტებზე რო ვილაპარაკოთ. შენ როგორც ამდენწლიანი გამოცდილებით ყველაზე ხშირად რა პროდუქტზე ან რა სერვისზე კონსულტირების დროს გქონია შეხება, იმიტომ რომ მივალ ისევ ნუშთან. გავიხსენებ, რომ 7 წლის წინ მართლა მასიურად ყველას უნდოდა ნუშის გაშენება. თუმცა საქართველოში არ არსებობდა არც ერთი კომერციულად დამართული ბაღი, რომლის ორიენტირებაც იქნებოდა გაყიდვაზე. ყველაზე დიდი ან ესეთი მოთხოვნა კლიენტისგან რა ქონია ნუშის ბაღთან ან სხვა რომელიმე ბაღთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ნუშს იმიტომ ახსენებ, რომ ვიცი რომ შენი გამოცდილებაც ამ მიმართულებით უფრო მეტია და შეიძლება გქონდეს რაღაც ესეთი მოთხოვნა კლიენტისგან, რომელიც უბრალოდ წარმოუდგენელი იყო, რატო შეიძლება კლიენტს ქონოდა. კი, რა თქმა უნდა, იყო ეგეთი მომენტები. ესე იგი, პირველი ბარიერი იყო ხოლმე ნერგი. პირველი ბარიერი იყო ნერგი, იმიტომ რომ ხშირად კლიენტი ნერგის ფასს ადარებდა საქართველოს წარმოებული ნერგი, სადარებდა უცხოეთთან შემოტანილ ნერგს. არა და მოგეხსენება ნერგის წარმოება სხვა ქვეყანაში ზუსტ მეცნიერებამდე არის საყვანილი. მე ხშირად ყოფილვარ ლაბორატორიებში, ეგრეთ წოდებული ინვიტროში, სადაც ქსოვილი ხდება ბოლოს ნერგი, რაღაცა
მიკროსკოპიდან მიღებული ქსოვილი ხდება ნერგი და იქ რაღაცა მისი დნმ არის შესწავლილი და ზეპირატიცია. მაშინ როცა საქართველოს შეიძლება ვიღაცამ ტყემალზე დაამყნოს მეორე ჯოხი და ნერგი არის, ხო? ხო, ამისი რა თქმა უნდა, თუ ამისი ცოდნა არა გაქვს და ვერ ხვდები, ეს ორი ხერო შეადარო ერთმანეთს, ვერ მიხვდები რომელი უკეთესია, მაგრამ ბუნებრივია, და თუ მხოლოდ ფასის მიხედვით მიიღებ გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, მაგრამ ერთი მოისხამს პირობითად 16 კილოს, მეორე 5-ს. რა რეალობაც არის ზუსტად. მეორე ბარიერი იყო ხოლმე წვეთოვანი სარწყავის სისტემა. ესეც წვეთოვანი სარწყავის სისტემა აღიქმება, როგორც აღიქმებოდა ყოველ შემთხვევაში, როგორც მილი, რომელმაც ფესვის ძირი უნდა დაასველოს. არადა, აქაც ზუსტ მეცნიერებასთან გვაქვს საქმე, მცენარეს ჭირდება სასიცოცხლოდ იმ რაოდენობის წყალი, რაოდენობით ჭირდება და გარდა ამისა წვეთოვანს აქვს იგივე კვების გამტარი ფუნქცია. შესაბამისად, აქაც ხშირად ვაწყდებოდით ხოლმე ფასების შედარებას. შეიძლება დააყენო მილი, რომელიც პირველი 4 წელი მცენარის ყოფნის, იმიტომ რომ მცენარე დიდი არ არის და შესაბამისად იაფი დაგიждდება, მაგრამ როდესაც მცენარეში ვარ მე-5, მე-6 წელში და ფესვი გაცილებით ღრმადაა წასული. ფესვიც ღრმად არის წასული, მასაც მეტი ენერგია და საკვები ჭირდება, რომ ხილი პროდუქტი მოქცეს. აქ უკვე წარმოიდგინეთ, რომ იყო შემთხვევები და ალბათ დღესაც არის, როდესაც იმიტომ რომ თავის დროზე ინვესტიცია დაიზოგა, დღეს უწევთ თლიანად შეცვლა წვეთოვანი სარწყავის სისტემას. ერთი кейსი გვაქვს, როდესაც ახალი სისტემა 1.7 მილიონი ლარი დაუჯდა მხოლოდ იმიტომ, რომ როდესაც თავში შეადარა 2 წვეთოვანის ინვოისი, აღმოაჩინა, რომ ეს უფრო იაფი იყო. ასე რომ რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ცოდნასთანაა დაკავშირებული, არ მგონია, რომ იგივე ფერმერმა მეორეჯერ იგივე შეცდომა დაუშვას. ან იმისმა სამეგობრო, ან იმისმა საახლობომ, ხო? რაღაცები უნდა გვესწავლა. თუმცა ეს ბარიერები რა თქმა უნდა იყო და გქონია ძალიან ბევრი შემთხვევა, როდესაც ჩვენ არ ვკიდებდით ხელს, თუ ხედავდით, რომ არ მოყვებოდა კლიენტი. კიდე ერთი ძალიან ისეთი საინტერესო შემთხვევა, რომელიც რამოდენიმეჯერ დაფიქსირებულა, იყო ის, რომ მოდიოდნენ ჩვენთან რჩევის მისაღებად და დაახლოებით 3 შეხვედრაში უკვე აქეთ გარეგებდნენ ჭკუას, რომ აქ ესე და ცოტა ბრაზდებოდნენ, რომ არ უჯერებდით, ხო, თან ცოტა ბრაზ. ერთი ეს რჩევა სხვათა შორის კონსალტინგის დასაწყისით არ მივიღეთ, რომ კონსალტინგი არის მოლოდინებზე დაფუძნებული სერვისი. ამიტომ თუ თავში არ გასწორდა მოლოდინი, ის პროექტი უბრალოდ აუცილებლად ნეგატიურად აისახება ყველა ასპექტში, ფინანსურადაც, რეპუტაციულად და ასე შემდეგ. ამიტომ თითქოს ეგ რჩევა ჩავიბეჭდეთ თავში მე და ჩემო პარტნიორებმა, თელმა გუნდმა და თავიდანვე რაღაცა კრედო ქონდა, რომ ორმხრივი უნდა ყოფილიყო ეს შეთანხმება, მოწონება და რაღაცა საერთო მიზნისკენ ხედვა და შესაბამისად კლიენტებში გაგვიმართლა ამ ყველაფერიდან გამომდინარე. ნამდვილად, იმიტომ რომ ვიცით დღევანდელი შედეგები თქვენი კლიენტების და კლიენტებსაც გაუმართლათ, რომ თქვენ შეხვდით, იმიტომ რომ ისეთი შედეგები დადეთ, რომ მარტო თქვენთვის არ არის, იმიტომ სხვა ფერმერებისთვისაც კარგი გაკვეთილია და ინფორმაცია საბოლოოდ დარჩა და რაღაცა შეიქმნა ცოდნა. გარდა ამისა, კიდე ერთს გაუსმო ხავს რას თქვი, იმიტომ რომ კონსალტინგის მიმართ ზოგადად ინტერესი გაიზარდა და ღირებულება კონსულტაციების გაიზარდა, რაც ძალიან სასიამოვნოა. და თავარს ვიტყვი, რაც შენ აღნიშნე, რომ კონსულტირება არასდროს არ არის გადაწყვეტილების ძიება, იმიტომ რომ გადაწყვეტილების ტვირთი ყოველთვის კლიენტის მხარესაა. კონსულტირების მთავარი მისია არის, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიიღოს კონკრეტულ მიმართულებაზე ან საკითხზე, რომ გადაწყვეტილების მიღება კლიენტს გაუადვილდეს. ეს უბრალოდ მსმენელისთვის და მაყურებლისთვის, რომ ჩემი თხოვნა იქნება, რომ კონსულტირების დროს არასდროს არ ეძებოთ, არ მოითხოვოთ გადაწყვეტილება კონსულტანტისგან, იმიტომ რომ ეს ან შეცდომაში შეგიყვანთ, ან არ იქნება არასდროს მართალი, იმიტომ რომ გადაწყვეტილება არის ყოველთვის კლიენტის. მოდი გავცდეთ პირველად წარმოებას, იმიტომ რომ ვაღიარებთ, რომ სოფლის მეურნეობა არ არის მხოლოდ პირველადი წარმოება და როგორც შენ აღნიშნე, თუნდაც ის, რომ საქართველოს ყურძნის ქვეყანა, საახალწლო პერიოდში, როცა ყურძნის მოსავალი არ არის ახალი, ჩვენ ვახორციელებთ ყურძნის იმპორტს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის მეზობელი ქვეყნებიდან. რა ხდება გადამამუშავებელ
წარმოებაში, სოფლის მეურნეობაში. გადამუშავებელი ხო, მიუხედავად იმისა, რომ პირველ წარმოებაში დიდი წინსვლები გვაქვს, შეიძლება ითქვას, მათ შორის მთავარი ალბათ არის ის, რომ უკვე სხვა გამოცდილება დაგროვდა მათი წლის განმავლობაში საქართველოში. უკვე იმედიც მაქვს და დარწმუნებულიც ვარ, რომ მარტივი შეცდომები ვისწავლეთ, რა არის მარტივი შეცდომები, რომელიც არ უნდა გავიმეოროთ, თუმცა რა თქმა უნდა ლოგიკურად რო გავყვეთ, ახლა შემდეგი რგოლის ჯერი არის და ეს არის გადამუშავება. აქაც სიმართლე გითხრათ, რასაც ვაკვირდები, არის წინსვლები. მათ შორის ამ პირველმა წარმოება იგივე ლუშის და კაკლონების მიმართულებით გააჩინა არაერთი საწარმო უკვე, რომელიც ამუშავებს, აფასოებს მათ შორის და გასაგზავნად ამზადებს პროდუქციას. თუმცა ქვევით ბოსნეულებში, სადაც რომელიც იყო კიდევაც ჩვენი აქილევსის ქუსლი ყოველთვის, მან ჩემი ბოლო დაკვირვებით არ მგონია რომ რაღაცა კონკრეტულ გამოსავლამდე ვართ მისული. აქ შეიძლება გამოგვადგეს სხვა ქვეყნების გამოცდილება. მაგალითისთვის, არ ვიცი, ჰოლანდია ან სხვა ქვეყნებს თუ შევხედავთ, იქ ეს შუალედური რგოლი ფაქტიურად არ არსებობს და უფრო მეტად მიბულია მწარმოებელზე. ანუ თუ ფერმერი აწარმოებს კარტოფილს, ბადრიჯანს, ნებისმიერ სხვა კულტურას, როგორც წესი შემნახველი პოტენციალი მას გააჩნია. მერე შემოდიან უკვე ტრეიდერები, რომლებიც ამ შენახულ პროდუქციას სეზონურად ყიდულობენ. ჯერჯერობით მანდ ჩავარდნები ჯერ კიდევ არის, როგორც ვთქვი, მანდ არ გვაქვს ესეთი დიდი წინგადადგმული ნაბიჯები. მათ შორის საერთაშორისო დონორების დაფინანსებით ერთ დროს 2020 წლამდე აშენდა თუ არ ვცდები 14-მდე შემნახველი სამაცივრო მეურნეობა. აქედან 2021 ან 2022 წელს როცა შევამოწმეთ, მხოლოდ 2 ფუნქციონირებდა. სიმართლე გითხრათ, მიზეზები რატომ არ ვიცით, თუმცა რა თქმა უნდა, აქაც დაგეგმარებამდე მივდივართ. რამოდენიმეს როცა გავისაუბრეთ, აღმოჩნდა, რომ სამაცივრო მეურნეობა არ არის უბრალოდ დიდი შენობა, სადაც გრილა. სამაცივრო მეურნეობა არის ალგორითმები, რომელიც წყვეტს რა მოცულობის რომელი სოფლის მეურნეობა უნდა დაალაგო, ისე რომ რაცა მაცივრის გამოღების ნაკლები შესაძლებლობა იყოს. შესაბამისად, მანდ მგონია, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამე გვაქვს სასწავლი, ამაზე ფაქტებიც მეტყველებს, როგორც აღნიშნე, არ აქვს მნიშვნელობა რომელი კულტურაზე გვექნება საუბარი, მისი 80 ან 90% შემოგაქვს ხოლმე ექსპორტზე, მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ ვინახავთ ხანგრძლივ ვადით. სიახლე წინსვლები არის სამაცივრო მეურნეობა, რომლებიც კარგად მუშაობენ, თუმცა ეცა მასშტაბური სახე ამას ჯერ არ მიუღია. თუმცა მსმენელის და მაყურებლის გასაგონად ვიტყვი პრობლემებს, რომლებზეც ახლა ვლაპარაკობთ, ბევრისთვის შეიძლება უბრალოდ შესაძლებლობა იყოს, ასე რომ თუ თქვენ განიხილავთ რაღაც მიმართულებას, სადაც ინვესტირებას ან ახალ გამოცდილების დაგროვებას განიხილავთ, ვფიქრობთ, რომ ის სადაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ არის პრობლემები, ასევე ვფიქრობთ, რომ ეს არის შესაძლებლობები, რადგან ჯერ ახ სხვა არავინ არ არის. ტექნოლოგიები ახსენე, იმიტომ რომ სამაცივრო მეურნეობა თავის თავში მოიაზრებს, რომ ტექნოლოგიური ცვლილება უნდა შეიტანო. იქ არის სხვადასხვა კულტურა, სხვადასხვანაირი დამუშავება ჭირდება, სხვადასხვანაირი კლიმატური რეჟიმი ჭირდება, სხვადასხვანაირი ტენიანობის შენარჩუნება ჭირდება და აქ შემოდის ზუსტი მეცნიერებები. სადაც ასევე შენ იყო აგრონექტი თავიდან, დღეს უკვე სხვა სახელით ფუნქციონირებ. მოდი გადავერთოთ უკვე სოფლის მეურნეობა და ახალ ტექნოლოგიები როგორ შერწყე ერთმანეთს. სწორად აღნიშნე, პრინციპში ყველაფერი AgroSolutions-მა დაიწყო ცალსახად, იმიტომ რომ AgroSolutions-მა მოგცა ჩვენ და ძალიან მაგარი გუნდი ყავდა AgroSolutions-ში. ძალიან ეს იყო ორგანიზაცია, სადაც ძალიან კონკრეტული იდეა გქონდა ყველას, რომ მაგარი პროექტები უნდა შეგვექმნა ქვეყანაში. ზუსტად მან აღმოაჩინეთ, რომ ერთ-ერთი მთავარი, ასე ვთქვათ, გასაღები შეცდომების შესაბამისად ცუდი ან კარგი შედეგების არის ცოდნა. როგორც აღნიშნე, არის მეზობელი წარმოებები
და მათ შორის შეიძლება განსხვავება სამჯერადი იყოს მიუხედავად იმისა, ერთ და იგივე ენერგია ან საირიგაციო სისტემები აქვს გამოყენებული. და მან რჩება ერთი მთავარი ინგრედიენტი, კომპონენტი, ეს არის ცოდნა. ცოდნა მათ შორის გაშენების, მათ შორის მოვლის, მათ შორის მართვის და ასე შემდეგ. ერთი ცოტა დამამშვიდებელი ინფორმაცია მან აღმოაჩინეთ ის, რომ ეს ცოდნა გვაკლია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ არის სულ რაღაც 15 ქვეყანა დედამიწაზე, რომელიც წინ გაიჭრა ამის ცოდნაში. აი, ხელოვნურ ინტელექტს რო შევადაროთ, ეხლაც არის 2-3 ქვეყანა, რომელიც წინ არის და ნებისმიერი სხვა ქვეყანა რაღაცას მიმდევარი არის. ზოგი ქვეყანა, მაგალითად რუსეთი, საერთოდ არ ფიქრობს იმას, რომ ხელოვნური ინტელექტი ჭირდება და იმედია ერთ დღესაც მიხვდება, რომ ძალიან დააგვიანა. დრო დაბრუნდეთ სოფლის მეურნეობაში. შესაბამისად, ეს 15 ქვეყანაში, 10-დან 15 ქვეყანაში არის აკუმულირებული ცოდნა. მედიცინა არის კიდევ ხოლმე ძალიან კარგი პარალელი. ხშირად სამწუხაროდ, როდესაც ან დიაგნოზე გვინდა ამ მკურნალობა, სხვა ქვეყანაში მივდივართ. მხოლოდ იმიტომ, რომ იქ ცოდნა გაცილებით მეტი. ხო, აი იგივე შეგვიძლია შევადაროთ სოფლის მეურნეობას, ზუსტად იგივე სიტუაცია ანალოგიური, რომ არის 15 ქვეყანა, სადაც და ყველამ ვიცით ეს 15 ქვეყანა ვინ არის, სადაც არიან მაგარი ძლიერი აგრონომები. ხოლო ყველა სხვა დანარჩენი ქვეყანა იმის გამო რომ ეს ცოდნა არ აქვს, იტანჯება იმით რომ ნაკლებს აწარმოებს, ძვირი უჯდება და ასე შემდეგ. პარალელი რო ავიღოთ, წარმოიდგინეთ რომ ქართველ ფერმერს 1 ჰექტარზე მოყავს 12 ტონა კარტოფილი და 1 ჰექტარზე ჰოლანდიელს მოყავს 70. აი ძალიან ისეთი მარტივი, ყიუნეული შედარება. ხო, რეალისტური ნიშნავს რომ ქართველი ფერმერის მოყანილი კარტოფილის თვითღებულება 5-ჯერ უფრო დიდი არის, ხო, ვიდრე ჰოლანდიელი. მინიმუმ 4-ჯერ მაინც. შესაბამისად, კონკურენცია ან განვითარება ამ პირობებში ძალიან რთულია. და რადგან აღმოაჩინეთ, რომ ცოდნა არის ეს ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტი, ხო? სულ ფიქრობდით, როგორ შეიძლება და ეს ცოდნა შემოგვეტანა. კლასიკურად AgroSolutions-ი, როგორც აღნიშნე, მაგას აკეთებდა, რომ ფიზიკურად სვამდით ამ ხავს თვითმფრინავში, უჯავშნიდით, მერე გადაჯდომების დროს, რაც ფიზიკურად ჩამოყავდა, განთავსება, კვება, ფიზიკურად მიყვავდა უკან. მაგრამ ეს არამასშტაბირებადი გადაწყვეტა იყო, იმიტომ რომ ძვირი ჯდებოდა მათ ჩამოყანა, განა რამდენს ჩამოიყვანდი, რამდენისთვის. და რამდენი ხნით, იმიტომ რომ დროშია ეს. კი, და აქ პრობლემა ის იყო, რომ ეს აგრონომი, მაგალითად იტალიელი, რომელიც საქართველოს ჩამოდიოდა, ამ შემთხვევაში მას უწევდა, რომ უზბეკეთში არ ჩასულიყო, იმიტომ რომ ციკლები ერთი და იგივე აქვს მცენარეს, საქართველოში როცა ჭირდება, მაშინ ჭირდება უზბეკეთში, ამიტომ ან ძვირი ღირს, ან ხან შენთან ჩამოდის, ხან სხვაგან და ასე შემდეგ. ამას დაემატა ზუსტად პანდემია და პანდემიის დროს ჩვენ ფრენები შეგვიწყდა, მოგეხსენებათ და ამ აგრონომების ჩამოყვანის ყველანაირი, ასე ვთქვათ, იმედი გადაიწურა. მაგრამ ბაღში პროცესებს ვერ გააჩერებ, ბაღმა არ იცოდა პანდემია, ამიტომ დავიწყეთ ფოტოების, ვიდეოების, ანალიზების გაგზავნა და იქიდან წამოვიდა კონსულტაციები. ზუსტად ისეთი, როგორცაც წერდნენ ხოლმე, როცა ბაღში ჩამოყავდა და მივხვდით, რომ იცი რა, აი აქ შეიძლება იყოს გასაღები. ზუსტად ეს იყო, ასე ვთქვათ, ბიძგი, რამაც დაარსა მაშინ AgroNect და დღეს Telagri, ეს იყო პლატფორმა და არის, რომელიც აკავშირებს ფერმერს ნებისმიერ აგრონომთან. სულ ამაყობთ ხოლმე, რომ ყავს ქართლიდან და გურიიდან მეღვინე, რომელსაც ფრანგი აგრონომი უწევს კონსულტაციას. და მე ამ ფრანგ აგრონომს რო ველაპარაკებით ხოლმე, უკვე გაერკვა, ასე ვთქვათ, ქართლის და კახეთის ღვინოების და ვენახების სპეციფიურობაში. ასევე ყავს იტალიელი აგრონომი, რომელიც უზბეკეთს, ყაზახეთს, სომხეთს, აზერბაიჯანს ემსახურება და რაღაცნაირი სასიამოვნო განცდა, რომ ეს ყველაფერი თბილისიდან ხდება და თბილისიდან იმართება. ამიტომ პრინციპში ისევ გაბრაზების ელემენტი იყო, რომ რატო უნდა მოყვავდეს ჩვენ სხვაზე ნაკლები, როდესაც ყველა სხვა დანარჩენი პირობა შეიძლება სხვაზე უკეთესი გქონდეს. ასე დაიწყო Telagri, რომელიც დღეს უკვე განვითარების იმ ეტაპზე ვართ, როდესაც უკვე ბანკებით დავიწყეთ გაზრდა, შემოვიყვანეთ ისეთი ძლიერი მოთამაშე, როგორც არიან ბანკები შუაში, რომ დადოს ის მიიღოს ის მიაღწიოს იმ მოლოდინებს, რაც ორივე მხარეს ჰქონდა, როგორც ბანკს ისე ფერმერს და თუ რამე ისე არ მიდის, როგორც დაგეგმილი იყო, ჩავერიოთ რაც შეიძლება მალე, რომ საბოლოო ჯამში ფერმერი იყოს წარმატებული, იმიტომ რომ რასაც დავაკვირდით და ეს ძალიან კარგი, ასე ვთქვათ, განმტკიცება იყო, ბანკის мотиваცია არის
ფერმერი იყო ძლიერი, იმიტომ კლიენტი იყო ძლიერი, იმიტომ თუ ის ძლიერია, მერე ციკლურად ის იზრდება, ის უფრო წარმატებულია და შესაბამისად ბანკიც თავის მიზნებს უფრო ადვილად აღწევს. ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი ახსენა, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში არა მხოლოდ სარგებელი არის ბანკებისთვის, რომლებიც რისკების გადაზღვევას აკეთებენ, არამედ ფერმერების შემთხვევაში, რადგან რისკები გადაზღვეული აქვს ბანკს, ეს ფინანსებზე ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვნად ზრდის ფერმერებისათვის რა. და შენი და ზოგადად ვინც ამ მიმართულებით ჩართულები არიან, ვინც ამ კომპეტენციას სოფლის მეურნეობასა და ბანკ შორის ზრდიან, ალბათ ყველა ფერმერის სახელით მადლობა, იმიტომ რომ ეს რაღაც დროს აუცილებლად შეწყდება გრანტებზე ამ ფორმით, როგორც სახელმწიფოს აქვს ეს ინსენტივი, ხო, ეს ხელშეწყობა და შემდეგ უკვე ბანკები იქნებიან მთავარი მოთამაშეები ფინანსებზე ხელმისაწვდომობისთვის და ზუსტად ამ კომპეტენციის ზრდისთვის და ამ რისკების გადაზღვევისთვის თქვენი როლი ძალიან მნიშვნელოვანია, ამისათვის კიდევ ერთხელ მადლობა. მოდი რომ დავუბრუნდოთ ტექნოლოგიებს. Telagri, დღეს უკვე Telagri არა მხოლოდ საქართველოში არის ამ პლატფორმის მიმწოდებელი, არამედ გაცდა საქართველოს და მსოფლიო რუკაზე გააჩინა საქართველოს როგორც სოფლის მეურნეობაში მაღალი ტექნოლოგიების მქონე სახელმწიფო. მესმის რომ შეიძლება ის პროპორცია ჯერ არ არის, რასაც შენ თვითონაც ისურვებდი, თუმცა მიზანი ალბათ ეს არის. რა საქმიანობს დღეს, ეხა როგორ გააქვს საქართველოს სახელი საზღვრებს გარეთ? მადლობა. სანამ Telagri-ზე გადავალ, ვიტყვი რომ ჯერა იმის რომ საქართველოში არის ინტელექტუალური პოტენციალი იმის რომ ძალიან დიდი და ძალიან საინტერესო ტექნოლოგიური გადაწყვეტები ვაჩქოთ მსოფლიოს. მათ შორის სოფლის მეურნეობაშიც. იმიტომ რომ ვახსენეთ რომ პრობლემა ბევრია და სადაც პრობლემაა ბევრი ზუსტად გამოწვევაც იქ არის. ზუსტად მანდარი ხოლმე გამოწვევა და ბოლო პერიოდში ხშირად ხდება ხოლმე აგრარული ჰაკათონები. რაც მაგალითისთვის, რა ვიცი, 10 წლის წინ, 8 წლის წინ საერთოდ არ იყო, ხო? რამოდენიმე ორგანიზაცია სამაშია თქო და განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის, მაგრამ რეალურად გადამდებია ხოლმე, როდესაც ხედავენ რომ რაღაცა იქმნება, მე იჯერება ადამიანი უფრო მარტივად. რაც შეეხება Telagri-ს, ჩვენ თავიდან გვქონდა ავირჩიეთ რა კურსი ფერმერი და ვთქვათ კონსულტაცია. ვნახეთ რომ კიდე არსებობს დამატებითი საჭიროება, ეს არის მონაცემების დამუშავება აგრარულსა და ფინანსურ შორის. ანუ საბოლოო ჯამში დღევანდელი მოცემულობით ჩვენ Agri Fintech კომპანია ვართ, რომელიც ერთი ხელით ფერმერებს ეხმარება და ფერმერებისგან იღებს მონაცემებს, მეორე მხრივ ამ ინფორმაციას ამუშავებს ისეთნაირად, რომ ეს actionable რაღაცა სამოქმედო ინფორმაციად იქცეს არა მხოლოდ ფერმერისთვის, არამედ უკვე საფინანსო ინსტიტუტისთვის. დიდი სურათი ესე წარმოგვიდგენია, რომ ჩვენ ხედავთ, რომ დღეს რაც ფერმაში ხდება, როგორც წესი, ის არ დიჯიტალიზდება და ელექტრონულად არ გარდაიქმნება. არა და წამს რომ თუ ჩვენ ამისი გაციფრულებას მოახდეთ, უკვე ბევრი გადაწყვეტილების მიღების, დაკვირვების, გაუმჯობესების შესაძლებლობა გვექნება. ასწრაფდება მთელი პროცესი იდეაში რაც დაკავშირებულია. ასწრაფდება, ნახავთ გვაქვს პრობლემა, ნახავთ რამ ხელ არის ეს პრობლემა და როგორ შეიძლება მე გადაიჭრას. ამიტომ თავარი რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ეხლა ვიპოვეთ გზა, როგორ უნდა გავაციფრულოთ ბაღში არსებული მოქმედებები და ვითარება ისეთნაირად, რომ ეს ციფრული ინფორმაცია უკვე საინტერესო იყოს ყველა მხარისთვის. ამისთვის შევქმნით სპეციალური პროტოკოლი და ინსტრუქცია ფერმერს ეუბნება როგორ შეაგროვოს მონაცემები თავის ბაღში. როგორც წესი ეს ძალიან მარტივად შესაგროვებელი ინფორმაციაა, თუმცა რაღაცა სპეციალური ფორმა ჭირდება, რომ მაგალითად მცენარიდან 5 სანტიმეტრში, ყვავილიდან 5 სანტიმეტრში, ეხლა ყვავილიდან არ ვიცი 2 მეტრში, მცენარი გადაიღე ფოტო ისე რომ 5 მომიჯნავე მცენარე ჩანდეს. მითხარით შენი ირიგაციის შესახებ. მოკლედ ამ კითხვარით და ფოტო-ვიდეო და ანალიზებით ჩვენ ვამუშავებთ ამას, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის ექსპერიმენტები დავიწყეთ და ხანდახან საშიშია ხოლმე ის
სიზუსტე და ის შედეგები, რასაც ხელოვნური ინტელექტი გვაძლევს ხოლმე, თუმცა ბუნებრივია ამას ვერ და არ გავექცევით. შესაბამისად, დღევანდელი ჩვენი საქმიანობის მთავარი, ესე ვთქვათ, მიმართულება არის, რომ გავაციფრულოთ არსებული მდგომარეობა, ისე რომ ფერმერს მობილური ტელეფონის გარდა სხვა гаджеტი არ დაჭირდეს, არანაირი სატელიტი, არანაირი სენსორი თუ აქვს, რა თქმა უნდა, მისაღებია, თუმცა ეს ჩვენი პროტოკოლის მიხედვით საჭირო არ არის. მე ამას მონაცემებად ისეთნაირად გარდაქვნით, რომ ერთ მხარეს გავუშვებთ მონაცემებს ფერმერისკენ, რომელიც მას ზუსტად ეუბნება, რა ქმედება უნდა, სად აქვს პრობლემა, ექნება ეს მავნებლები, დაავადებები, ირიგაცია თუ სხვა. მეორეს მხრივ, მათ პარტნიორ საფინანსო ინსტიტუტებს ვაძლევთ ისეთნაირ ინფორმაციას, რომ მათ აქვთ ეგრეთ წოდებული პროგნოზის ძალა. მათ შეუძლიათ მარტში განსაზღვრონ ამა თუ იმ ფერმერს როგორი ტრაექტორია, როგორი მოსავალი ექნება და თუ ნახავენ რომ სადმე პრობლემაა, ბანკი იწყებს დახმარებაზე ფიქრს, ან რესტრუქტურიზაცია, ან დამატებითი ფინანსების მიცემა და ასე შემდეგ. თუმცა ასე ფინანსურ ორგანიზაციებში მხოლოდ ბანკები არ შედიან, სადაზღვევო კომპანიებიც არიან, რომლებიც პირდაპირ უყურებს ამ ინფორმაციას, თქვათ რისკებისთვის, რომელი პერიოდი ან რა დროს უწევს და სადაზღვევო კომპანიისთვის ალბათ იდეალური ინფორმაცია და წყაროა იმისთვის, რომ გააიაფოს სადაზღვევო პროდუქტი და გაცილებით მეტი ფართი დააზღვიოს. აბსოლუტურად არაჩვეულებრივი შეკითხვა, იმიტომ რომ შემდეგი ვერტიკალი და ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ასევე არის სადაზღვევო სექტორი. არა იმ კლასიკური ფორმით, რაც დღეს საქართველოში გვაქვს, არა იმ ფორმით, რაც საქართველოში გვაქვს, არამედ უფრო კლასიკური ფორმით, რომელიც სხვა ქვეყნებში არის. ხო, ანუ საბოლოო ჯამში ჩვენ ვქმნით ხელსაწყოს, რომელიც ბაღში არსებულ მდგომარეობას გარდაქმნის, ვამბობთ ხოლმე ერთად და ნულებად, ანუ კოდებად და მე ამ კოდების სხვადასხვა ფორმით გამოყენება სხვადასხვა სტეიკჰოლდერისთვის, მაგალითად საფინანსო ინსტიტუტის ან ბანკის გადაზღვევისთვის ძალიან საინტერესო არის. საბოლოო ჯამში მიზანი არის, რომ ფერმერს კონდეს agri credit score. ეს ახალი ტერმინი არის, თუმცა მგონია, რომ აქ მისასვლელად 2 წელი დაგჭირდება მაქსიმუმ, რითაც უკვე საფინანსო ინსტიტუტს ექნება შესაძლებლობა, რომ უკეთესი პირობები შესთავაზოს ფერმერს. შესთავაზოს უკეთესი არა მხოლოდ პროცენტი, არამედ გადახდის პირობები, თანხა და ასე შემდეგ. სიმართლე გითხრათ, კარგი ამ ამბავში ისაა, რომ ბანკები წამოყვნენ და ჯერათ იმის, რომ მსგავსი ინფორმაცია მათ უკეთეს განწყობილების საშუალებას მისცემს, გამოყვნენ ფერმერები, იმიტომ რომ ის ფერმერი, ვინც ინდომებს, მონდომებულია და რეალურად ყველაფერს დებს და ხშირად წარმატებულიც არის, რომლისთვისაც ბიზნესია, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ის იქნება მოგებული, იმიტომ რომ მას შეიძლება უკეთესი პირობებით აიღოს კონდეს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და ხშირად უფრო დიდ ფინანსებზე, ვიდრე აქამდე ქონდა კლასიკური კრედიტ ქულის შესაძლებლობით. ხო, შესაძლებლობით. მოდი რომ შევცვალოთ ფორმა ამ კითხვის. უყურეთ, გარდა იმისა, რა სარგებელსაც შენ ქმნი, მეორე მხრივ შენ ეს ცოდნა, რაც უკვე დააგროვეთ და ეს შესაძლებლობები გაიტანე ფარგლებს გარეთ. ერთ-ერთი საშუალება ეს არის, როგორც ახსენე, სხვადასხვა ჰაკატონებში მონაწილეობა და საუკეთესო შემთხვევაში გამარჯვება. რამდენიმეში ვიცი რომ გაიმარჯვეთ და ბოლო განსაკუთრებით საამაყო და მადლობა ამისათვის და უბრალოდ ამაზე მინდა რომ მოყვე, იმიტომ რომ არა აქვს მნიშვნელობა თქვენი სტარტაპი ტექნოლოგიური იქნება თუ სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული, არის უამრავი შესაძლებლობა დღეს განსაკუთრებით, რადგან გლობალურ ბაზრებზე გვაქვს ხელმისაწვდომობა და გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობები, რომ თქვენი გამოგონება იქნება ტექნოლოგიური სიახლე თუ რაღაც მიგნება, რომელიც გადაწყვეტა არის ბევრი ან რამდენიმე პრობლემის მაინც, შესაძლებლობას მოგცემთ, რომ ფინანსებზე ხელმისაწვდომობისთვის, ცნობადობის ამაღლებისთვის და ახალი პარტნიორებისთან ინვესტორებისთვის მოკლე გზა იყოს მათამდე მისასვლელად. შენი გამოცდილება ამის შესახებ რა გითხრა? სტარტაპის განვითარების ალბათ საწყის ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანი არის ხოლმე სხვადასხვა კონკურსებში მონაწილეობის მიღება. ძალიან ბევრი მიზეზით და შენ ძალიან კარგად აღნიშნე. აქ პირველი ალბათ ყველაზე მთავარი აქ არის ხოლმე, მით უმეტეს თუ ამას ჟიურის ფორმატი აქ არის ხოლმე, როცა იდეის ვალიდაცია. ძალიან საინტერესო არის ხოლმე, რომ ჟიური ძალიან ხშირად ძალიან სწორ კითხვას სვამს.
თუმცა არა ყოველთვის. ესეც მნიშვნელოვანია. კარგ შემთხვევებში სწორ კი, კარგ შემთხვევაში ძალიან სწორ კითხვებს ვამს, რომელზეც ან გაქვს ნაფიქრი და გეძლევა შესაძლებლობა რომ უპასუხო, ან არ გაქვს ნაფიქრი და გეძლევა შესაძლებლობა რომ დაფიქრდე და იფიქრო ამ თემაზე. გარდა ამისა, ვალიდაციაზე ვთქვით, გარდა ამისა, რა თქმა უნდა, აქ გაგვიცნია ისეთი ადამიანები, რომლებთანაც გვიპარტნიორია, რომლებიც დაგხმარებიან სხვადასხვა ადამიანებთან მიწვდენაში და ასე შემდეგ. ასე რომ საწყის ეტაპზე, როდესაც სტარტაპის პირველი 2 წელი ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი არის ესეთი მსგავსი ტიპის გამოსვლები, თუმცა მას შემდეგ რაც ჩემი აზრია, მას შემდეგ რაც სტარტაპი იპოვის თავის გზას და უკვე იცის რას აკეთებს და მერე შეუძლია სრული კონცენტრაცია გადმოიტანოს სრულად ექსპანსიაზე. მაგალითისთვის ჩვენ ვამბობთ ხოლმე რომ პირველი 2 წელი ვიყავით ძიებაში. კი, ის რომ საჭიროება იყო რომ ფერმერს დაექირავებინა ექიმი, აგრონომი, თავისი მცენარის ეს ვიცოდით და ეს საჭიროება დღესაც დგას. უბრალოდ სტარტაპისთვის აუცილებელი არის სწრაფად მასშტაბირება. სწრაფად მასშტაბირება თითო ფერმერის დარწმუნებით ამაში ძალიან რთული არის, იმიტომ რომ შენს ახსენე რომ ფიქრის წყობა ფერმერის პირველ რიგში მიდის თავის წინაპართან და მერე მოდის რაღაცა სიახლესთან და ეს რისკთან არის ასოცირებული. ამიტომ ეხლა ჩვენი მთელი კონცენტრაცია მართულია იმისკენ რომ რაც შეიძლება მეტ ბანკს დავანახოთ რა ღირებულებას ქმნით. გავედით უკვე საქართველოს ფარგლებს გარეთ, მეზობელ ქვეყნის ბანკები გახდნენ ჩვენი მომხმარებლები, თუმცა ეს წლის განმავლობაში კიდევ უფრო უნდა გავაღრმავოთ და ჩვენი მიზანია 2000 დაახლოებით 10-მდე ბანკს მივწვდეთ 2026 წლის ბოლომდე მსოფლიოს 5 ქვეყანაში. და ეხლა მთელი გუნდის კონცენტრაცია ზუსტად ამისკენ არის მომართული. ძალიან საინტერესო იყო. მადლობა. წარმატებები პირველ რიგში არა მხოლოდ იმაში, რასაც შენ აკეთებ, რაც შენი ძირითადი საქმიანობა, არამედ იმაში, რასაც ქვეყნისთვისაც აკეთებ, იმიტომ რომ მიუხედავად კომერციული ბიზნეს ინტერესებისა, რაც რა თქმა უნდა აქვს, ძალიან სულ თავიდან ჩვენი ინტერვიუც აქედან დაიწყო, რომ გქონდა აზარტი იმ ძველი გენეტიკური კოდისა, რაც გეორგიადან მოდის და გეორგიკადან და მიწათმოქმედებიდან. მადლობა კიდევ ერთხელ, წარმატებები, სანამ დაგემშვიდობებით ჩვენი პარტნიორისგან მინდა საჩუქარი გადმოგცე. ჩვენ ახალი პარტნიორი ყავს, ეს არის საერთაშორისო საგადასახადო საბუღალტრო იურიდიული კომპანია, რომელიც გვეხმარება ჩვენს ბუღალტურ აგრეთვე და იურიდიულ მიმართულებებში. შენს გუნდთან ერთად ის რაც გააკეთე და რა ცნობადობად საქართველოს უკვე მოუტანე, მე მგონი არასდროს არ დაგაკმაყოფილებს, იმიტომ რომ გიცნობ შენ ჩართულობით და გისურვებ რომ ის მუხტი და ენერგია არასდროს დაგეკარგოს, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ ჯერ მხოლოდ საწყის ეტაპზეა ყველაფერი. ძალიან დიდი მადლობა, იმედი მაქვს რომ რაც როგორც დაახასიათე შევძლებთ რომ გავამართლოთ, უსურვებთ თქვენ გუნდს ძალიან დიდ წარმატებას, უყურებთ თქვენ გადაცემებს და დიდი ინტერესით. ძალიან მაგარ საქმეს აკეთებთ და რა თქმა უნდა ძალიან დიდ წარმატებას გისურვებთ. მადლობა ძალიან დიდი. მე მჯერა საუბრის და ვფიქრობ რომ საუბარს კიდევ უფრო დიდი ეფექტი აქვს, როდესაც ესაუბრები შენ თემატურ აუდიტორიას. ბითოქსი სახელიდან გამომდინარე ამბობს, მე მაგალითად გადაცემას მიუხედავად ჩვენი მეგობრობისა, უყურებდი მხოლოდ იმიტომ, რა სახელიც ქვია და რაზეც მიდის საუბარი. ამიტომ მგონია რომ მსგავსი ინიციატივები ძალიან ეხმარება იმ სექტორს, ამ შემთხვევაში ბიზნესზე მაქვს საუბარი, იმიტომ რომ მეც და ალბათ ბევრიც რა თქმა უნდა სწავლის ეტაპზე ვარ. და თუ ეს სწავლა ხდება ისეთი კომფორტული ფორმატით, როგორც არის YouTube-ზე შემიძლია ჩავთო, უყურო, კურსასმენებში მოусმინო, ძალიან კარგია და რაც არ მიწევს რაღაცა გადაცემის ტელევიზიის ლოდინი. ამიტომ წარმატებები, გისურვებთ სიუხვეს, კარგი სტუმრების, იმიტომ რომ თუ მიაღწევთ იმას, რომ ეს სტუმრები გულწრფელად ისაუბრებენ, მგონია რომ ძალიან ბევრი რამე აქვს როგორც სათქმელი და ჩვენს ამ ბევრი რამე გვაქვს მოსასმენი, ასე რომ წარმატებები ბითოქს. ძალიან საინტერესო ეპიზოდი გამოვიდა. ირაკლიმ გაგვიზიარა თავისი გამოცდილება სოფლის მეურნეობიდან, როგორ ეხმარება ბიზნესებს ტრანსფორმირდნენ თანამედროვე ბიზნესზე, როგორ გამოიყენონ თანამედროვე ტექნოლოგიები, თანამედროვე საშუალებები და რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ინფორმაციას და მონაცემებს ბიზნესის განვითარებისთვის. იმედია თქვენთვისაც საინტერესო იყო, იპოვეთ რაღაცა ისეთი ნიშნები, ისეთი
შეერთების წერტილები, რომლებიც თქვენთვის ინსპირაციის ან თუნდაც ახალი ბიზნესის წამოწყების, ან შეიძლება არსებული ბიზნესის ახალ ტალღაზე გადაყვანის სურვილი გაგიჩინეთ. გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი, გამოგვყევით ჩვენ სოციალურ ქსელებში და ვეცდებით, რომ ყოველთვის საინტერესო ინფორმაცია, საინტერესო სტუმრები და საინტერესო ეპიზოდები შემოგთავაზოთ. მადლობა და შეხვედრამდე.